დღეს არის დღე, რომელსაც ველოდები 1 აპრილის შემდეგ. მას შემდეგ, რაც კონტეინერი გაიხსნა და M6 გამოიყვანეთ ტერმინალიდან. ეხლა არის 27 ივლისი, ანუ მას შემდეგ გავიდა თითქმის 4 თვე. აიმე, თითქმის 4 თვეა ველოდებით ამ დღეს. რატო ველოდებით ამდენი ხანი ამისი უამრავი მიზეზი არსებობს, რაზეც YouTube ვიდეოები ყველაფერი ჩაწერილი მაქვს და ვინც ჩემი მიმდევარია YouTube-ზე, ვინც არ არის შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. იქ არის ყველაფრის მიზეზი, ასე ვთქვათ, რატო გაგვეწოდა ეს ყველაფერი ამდენი ხანი, მაგრამ რაც მთავარია, დადგა ეს დღე, ეხლა მივდივარ ელიავაზე, დღეს ღამე დავიწყებთ ძრავის აწყობას და გადავიღებ ეხლა მე vlogs და ჩემთან ერთად გაგატარებინებთ ამ საღამოს ძრავის აწყობაში. მდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მანქანაც გამზადებულია. ძრის მოაბა ძრავის აწყობას თან. ძრის დააკენა საშუალებით. კაი. ხოიცო ჩემბრალი არ არის. მიშას გალი წავიდა ევროპაში დასასვენებლად. ერთი თვე ისვენებდა. კადრი იქნება ესეთი. შემორბის ან ხოიასთან ხელოსანი. ოპერატორი სამი. ლოთი ოპერატორი და ლოთი ხელოსანი ხოლოთები არიან ეს ხო მოდის რაღაცა მითები და რაღაცა და შემორბის და შელოთო ხელოსანო. სადახარ აკანე ის ოპერატორი გამილოთე და გათენდა. ეხლა არის დილის 6 საათი. ძრავი არის ამ მდგომარეობაში. რათოს პატარა ოფისი აქ მოწყობილი. ნიშას წინავს. ძრავი. არა, იგივეა. და აი აქ მოტორში ვარ ეხლა. ზეთი გამოგვიწერეს. ამოგვიტანენ და სანამ ზეთს მოგვიტანენ, მანამდე თვლების შეყრის სერვისით ვსარგებლობთ. ანუ ეგრეთ წოდებული რაზვალის გასწორება, რაც ვეძახით ხოლმე ჩვენ და ეს ძალიან მაგარი სერვისი დამატებიათ აქ ვარკეთილის ფილიალში. ეს შეეყენებენ ავტომობილს, 3D ვიზუალიზაცია ხდება ავტომობილის, დანახულობენ სად რა მდგომარეობაა, სად რა არის გასასწორებელი და მე ეგრე ასწორებენ. ხოლო ჩემ მანქანას უნდა მქონია როზოლი და მე არ ვიცოდი. ეხლა გავაკეთებთ მაგას. ეხლა ვასხავთ ზეთებს. ძრავი ჩადგულია უკვე და ცოტა ხანში დავკროლ. ბუზას და